მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს გვაქვს განსაკუთრებული გადაცემა ამ კუთხით, ვინაიდან ჯამში დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ერთ, თუმცა უმნიშვნელოვანეს თემას, საქართველოს ბანკის ასევე უმნიშვნელოვანეს მიღწევას, რომელიც ახლა უკვე არის FTSE 100-ში, ანუ 100 წამყვან კომპანიაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე. დიახ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ბანკის მიღწევა ეს, თუმცა ეს არის მთლიანად ქვეყნის წარმატება, ვინაიდან საქართველოს სრულიად ახლებურად და სხვაგვარად ინიშნება ინვესტორებისთვის რუკაზე. დიახ, ეს კიდევ ერთი დასტურია თუ რას ნიშნავს საქართველოს, როგორი ბიზნეს გარემოა საქართველოში და როგორი ძლიერი საფინანსო სისტემა აქვს საქართველოს, თუმცა მანამდე მინდა ვაჩვენოთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველაფერი ასე იწყებოდა. The Bank of Georgia has started trading here in London. Ahead of that listing, it's been the subject of overflowing enthusiasm from some quarters. According to stockbroker Seymour Pierce, it has the lowest risk balance sheet of any bank in the FTSE. And one reason investors... დიახ, მართლაც ეს არის 13 ან 14 წლის წინანდელი ვიდეო, როდესაც იქნებოდა და იდგმებოდა პირველი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. თუმცა რეალურად რა ხდება ახლა, რა რეალობა გვაქვს ჩვენ? 4 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვის შემდგომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100-ში შევიდა. ამ სიახლეს უკან გრძელი გზა დგას, რომელიც ეტაპობრივად თანმიმდევრულად მკაფიო სტრატეგიებითა და ხედვით გაიკვალა. საქართველოს ბანკი პირველი კომპანია საქართველოსდან, რომელმაც ლონდონის ტოპ 100 კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დღეს ჯგუფი წარმოდგენილია ისეთ გლობალურ ბრენდებთან ერთად, როგორიც არის HSBC, BP, Rolls-Royce Holding-ი, Barclays, Shell და ასე შემდეგ. ეს რეალურად ნიშნავს კაპიტალის ბაზარზე ხარისხის მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას. ეს რეალურად არის გზა, რომელიც ჯამში 20 წლის წინ დაიწყო და Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე შესაბამისად 2006 წელს დაილისტა. სწორედ 2012 წელს გახდა FTSE 250-ის წევრი. რეალურად ასეულში გადანაცვლებას წინ უძღოდა მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტების შექმნა, მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა, რეგიონული გაფართოება და სხვა. შედეგად დღეს ჯგუფი აერთიანებს წამყვან უნივერსალურ ბანკებს, ამასთანავე ავითარებს ტექნოლოგიურად მოწინავე, ციფრულად ინტეგრებულ საბანკო ეკოსისტემას საქართველოსა და სომხეთში. FTSE 100-ის წევრობა ავტომატურად ცდის კომპანიის ხილვადობას და ნდობას გლობალურ ინსტიტუციურ ინვესტორებში და ხდება უფრო კიდევ ფართო გლობალური მასშტაბის ეკოსისტემის ნაწილი. იზიდავს მეტ უცხოურ კაპიტალს ადგილობრივ ბაზარზე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტი. რეალურად FTSE 100-ის ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა არის საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ღირებულების კიდევ ერთი აღიარება და ეს მიღწევა ხაზს უსვამს ამ მნიშვნელოვანი ჯგუფის სტრატეგიის სიძლიერეს, ტექნოლოგიებისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეძლო რეგიონულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე უმაღლეს ლიგაში გადანაცვლება. Lion Finance ჯგუფის ინდექსში ოფიციალურად უკვე გასულ პარასკევს 2026 წლის 20 მარტს საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდა, ცვლილება კი გუშინ 23 მარტიდან შევიდა ძალაში. ხადია, ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია რეალურად და კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქვეყნისათვის და ამაზე უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ამ ნაწილზე გამოხმაურება იყო საქართველოს ეროვნული ბანკის და რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი ბანკირის ქალბატონი ნათია თურნავას მხრიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სები ულოცავს საბანკო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას, საქართველოს ბანკს კაპიტალის ბაზარზე ხარისხის მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას. საქართველოს ბანკი, როგორც
Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი პირველი კომპანიაა საქართველოსთან, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის მოხვდა. ულოცავ საქართველოს ბანკს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა დღეს არის მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ქართული საბანკო სექტორი წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის და ინვესტიციებისათვის. სწორედ ქართული საბანკო სექტორი არის ბოლო პერიოდში არაერთი გავლენიანი სარეიტინგო კომპანიისა თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან დადებითი შეფასების საგანი. ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის რეგულატორი, ძალღონეს არ დაიშვებს იმისათვის, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა იყოს კიდევ უფრო მდგრადი, სანდო და მიმზიდველი. შეგახსენებთ ეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქალბატონი ნათია თურნავას განცხადება და შესაბამისი გამოხმაურება ამ კუთხით. ახლა ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ ერთ-ერთი პირველივე ინტერვიუ, რომელიც საქართველოს ბანკის უბრალოდ შეფასება, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა არჩილ გაჩიჩილაძემ შემოგთავაზა. Lion Finance Group is now part of FTSE 100, a defining milestone marking 20 years since our listing on the London Stock Exchange. Our inclusion in top 100 companies reflects strength of our strategy, consistent delivery and sustained growth. Our journey started in 2006 when we first entered London Stock Exchange, which was a clear signal that our ambition went beyond borders. In 2012, we advanced to the main market, deepening our international positioning. In 2024, we achieved a major milestone by acquiring Ameriabank, which extended our leadership to 2 countries in financial services. We remain committed to a highly selective expansion strategy, only focusing on top-tier banks, where we can apply our customer care methodology as well as commitment to excellence in operations. Today we operate digital-first universal banks in high-growth markets like Georgia and Armenia, supported by strong governance and commitment to sustainability. Through our powerful digital ecosystems, we are present in everyday life of our customers, starting from payments and consumer loans, going all the way to business development and providing large corporate loans. And through all of this, we establish ourselves as the primary bank for our customers. This is reflected in significant growth of our monthly active users, which over the last few years has gone from 300,000 to 2.2 million, and while we have continued to deliver superior profitability for our investors. Strong financial performance, record high NPS, international recognition of our bank as the best digital bank in the world, 2 years in a row by Global Finance magazine, underscores strength of our franchise and our regional leadership. Major global investors have been supporting us throughout the years, and I would like to thank all of them for being alongside of this exciting journey. FTSE 100 is only the beginning of a new chapter. We continue to grow, we continue to scale, and we remain focused on delivering long-term value. მე ვფიქრობ ძალიან შესანიშნავი დეტალური და პროფესიული ახსნა და შეფასება მოვისმინეთ ბატონი არჩილ გაჩიჩილაძის მხრიდან. თუმცა ძალიან საინტერესოა, ძალიან მოკლედ გადავავლოთ თვალი საქართველოს ბანკის გზას FTSE 100-მდე სწორედ 1994 წელს საქართველოს ბანკი დგავს ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს და 1996 წლიდან შემოაქვს უკვე პირველი პლასტიკური ბარათი ჯორჯიან კარდი, ვისაც გახსოვთ, მალევე 1998 წელს საქართველოში პირველი ბანკომატი გაიხსნა. 2006 წელს სწორედ საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა აქციები, რაც პირველი საერთაშორისო განთავსება, ეგრეთ წოდებული IPO იყო საქართველოსთან, რასაც პირველი ევრობონდი და საერთაშორისო პარტნიორობები მოჰყვა. 2012 წელს საქართველოს ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა, ასევე FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაში შევიდა 250 უმსხვილეს კომპანიას შორის.
2018 წელს საქართველოს ბანკმა 500 მილიონი ლარის ღირებულების ევროობლიგაციები გამოუშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ამის შემდგომ იყო ცალკე გამოყოფა საქართველოს ბანკი და ჯორჯია კაპიტალის, აქციები გადავიდა საფონდო ბირჟის უკვე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში. 2022 წელს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის ციფრული მომხმარებლის რაოდენობა თვის ჭრილში 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს გადააჭარბა. Lion Finance ჯგუფმა 2024 წელს წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები და შეიძინა ამერია ბანკი, რომელიც სომხეთის ბაზარზე ოპერირებს და ბოლო ნიუსის შესახებ კი ჩვენ უკვე ვრცლად ვისაუბრებთ. ცხადია, როდესაც ამ საკითხებზე საუბრობთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია ცოტა უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რას ნიშნავს და რა არის FTSE 100. მოდით გავაკეთოთ გარკვეული ტიპის მცირე მიმოხილვა ამ ნაწილზე. FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი, ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს ადლევს საშუალებას ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ მაგალითად ბრიტანული ბაზარის სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შემდეგი მისი სექტორული ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის სურათს იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისათვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას. 2026 წელი ლონდონის საფონდო ბირჟამ ისტორიული რეკორდით დაიწყო. FTSE 100 ინდექსმა არსებობის ისტორიაში პირველად გადააჭარბა 10,000-იან ნიშნულს. ეს მიღწევა რეალურად არის გასული წლის შთამბეჭდავი ზრდის გაგრძელება, როდესაც ინდექსმა 2009 წლის შემდგომ აჩვენა საუკეთესო შედეგები. საინგულისხმეა, რომ ოქროს ფასმა 2025 წელს 64%-ით მოიმატა. ეს მისი ყველაზე ძლიერი წლიური ზრდის შედეგი 1979 წლის შემდგომ, რაც განსაკუთრებულად მოქმედებს სამთო-მომპოვებელ კომპანიებზე, რომლებიც სწორედ ინდექსის მნიშვნელოვან ნაწილში ადგენენ. 2026 წლის დასაწყისში პროგრესულად მოიმატა სპილენძის ფასმა, საიდანაც სწორედ სარგებელი მიიღეს სამთო-მომპოვებელმა კომპანიებმა. ვალუტის ეფექტი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა FTSE 100-ის წარმატებაში. 2025 წლის განმავლობაში დოლარის სისუსტე გახდა მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორი ასევე ინდექსისთვის. გლობალური ბაზრებზე ტენდენციას ხელი შეუწყო ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინმა, ხელოვნური ინტელექტის ბუმმა და ეკონომიკურმა აქტივობამ. ეს ისტორიული ნიშნული ასახავს FTSE 100-ის გამორჩეულ 12 თვეს, რომლის განმავლობაში ინდექსმა ჯამში 21.5%-იანი ზრდა აჩვენა. გასული წლის აპრილში ბაზრებზე დაძაბულობა შეინიშნებოდა, როცა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორებზე მკვეთრი გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა, თუმცა შემდგომ აქციების ფასი აღდგა, რადგან სავაჭრო ომის ფაქტორების დაძაბულობის ხარისხი შემცირდა. ტრამპის სავაჭრო ომების გამო შექმნილი გაურკვევლობა ინვესტორებს უბიძგებდა უკვე შეერთებული შტატების ბაზრებიდან ბრიტანეთში გადაენაცვლონ. გაურკვევლობა ფულის მიმოქცევასა და ფასების პერსპექტივაზე ზრდიდა რისკს, რის გამოც ნაწილმა ინვესტორებმა გადაწყვიტეს გადაენაცვლათ კაპიტალი უფრო სტაბილურ მნიშვნელოვანი კაპიტალიზაციის მქონე ბაზრებისკენ. ამ კონტექსტში FTSE 100 გამოირჩევა როგორც მიმზიდველი სანდო ალტერნატივა. მისი შემადგენლობა აერთიანებს ფინანსურად მყარ საერთაშორისო ოპერაცია და სტაბილური დივიდენდის პოლიტიკით წარმოდგენილ კომპანიებს, რაც ინვესტორებს უზრუნველყოფს როგორც გრძელვადიანი შემოსავლის წყაროს, ასევე შედარებით დაბალ რისკს, მაგალითად შეერთებული შტატების ინდექსებთან შედარებით. ჯამში FTSE 100 მოიცავს 100 ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კომპანიას, რომლებიც ლონდონში არიან დარეგისტრირებულები. ინფორმაციისთვის, ინდექსის ისტორია 1984 წლიდან იწყება, როცა ინდექსი გამოისახებოდა 1000 პუნქტით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი დაფიქსირდა 1984 წლის ივლისში 986.9 პუნქტის ნაწილში. დიახ,
მართლაც საინტერესო ისტორია აქვს ინდექს და კიდევ ერთხელ შთამბეჭდავი იყო გასული წელი, ისე როგორც მიმდინარე წლის დასაწყისში და სწორედ აი ამ შთამბეჭდავ და მზარდ პერიოდში შეუერთდა საქართველოს ბანკი და შევიდა საქართველოს ბანკი FTSE 100-ში. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გარკვეული დეტალური მიმოხილვა და გუშინ Business Insider-მა მის ონლაინ პლატფორმაზე გამოაქვეყნა სწორედ საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან ბატონ არჩილ გაჩეჩილაძესთან ინტერვიუ, რომლის სრულ ვერსიასაც ჩვენი გადაცემის კონტექსტში ახლა გთავაზობთ. მოგესალმებით, ბატონო არჩილ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით Business Insider-თან ინტერვიუსთვის და მე ვფიქრობ დღეს განსაკუთრებით გამორჩეულ თემაზე ვსაუბრობთ. Lion Finance Group-ი FTSE 100-ის ინდექსში მოხვდა, რაც ისტორიული მოვლენაა, თავისთავად ცხადია. პირველი ქართული კომპანია, შესაბამისად, მე ხა ვისაუბრები პირველ ქართულ CEO-ს. ვისი ხელმძღვანელობითაც ეს მოხერხდა. მთლიანობაში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვა მხრივ ამ საკითხის მნიშვნელობაზე, მანამდეც რა მოხდებოდა თუ კი ეს შედეგი დადგებოდა. ჯამში რო თქვათ, რას ნიშნავს ეს პირად თქვენთვის? რას ნიშნავს ეს აი ამ უნიშნულოვანესი კომპანიისთვის და თქვენ ხშირად გიყვართ ხოლმე ხაზგასმა. რა ნიშნავს ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა საერთაშორისო ინვესტორებისთვის. დიდი მადლობა ინტერესისთვის ამ თემასთან დაკავშირებით, მართლა სასიხარულო ამბავი არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ გუნდის გამარჯვება, რომელიც მიუძღვება დღეს საქართველოს ბანკს და Lion Finance Group-ს უკვე არაერთი წელია და ეს არის მთელი გუნდის დამსახურება, რომ მივედით, ასე ვთქვათ, მოვედით აქამდე. დღევანდელი დღე ის რომ ინდექსში შევედით, ეს არის ინვესტორების მიერ ამ გრძელი გზის, გავლილი გზის აღიარება. თუმცა ეს რაღაცა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს რეალურად არის იმ 20 წლიანი გზის ასახვა წარმატებაში და ინვესტორების მიერ აღიარება, რომელიც ჩვენ გავიარეთ. საქართველოსთვის ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, ვინაიდან ძალიან ბევრი ინვესტორი ბოლომდე არ იცნობს საქართველოს და არც იხარჯება იმისთვის, რომ გაიცნოს, ვინაიდან ეკონომიკის ზომა დიდი არ არის და სულ რამოდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი საჯარო ბაზრებზე, ასე რომ ინვესტორი, რომელსაც საინტერესებს აქციების ყიდვა, მხოლოდ 3 კომპანია არის ამ რეგიონიდან წარმოდგენილი და შესაბამისად შეიძლება არ უღირდეს საკმაოდ ღრმა ანალიზის გაკეთება. ანდა უნდა ვთქვათ, რომ არ უღირდა აქამდე და FTSE 100-ში როგორც კი შევდივართ, ის ფაქტიურად აუცილებლად დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოს შეისწავლოს, უკვე სომხეთი შეისწავლოს და ეს ჩათვალეთ, რომ არის გაკვალული გზა ყველასთვის, ვისაც უნდა რომ საჯარო განთავსებით აქციების მოიპოვოს ან მოიზიდოს კაპიტალი საკუთარი ბიზნესისთვის. აქ გულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი FTSE 100-ში იყოს კომპანია. ნებისმიერი საჯარო აქციების შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე ეს უკვე ნიშნავს, რომ აქამდე თუ 20-30 ინვესტორს ვესაუბრებოდით, იქ რომ ჩასულიყო თქვათ რომელიმე ქართული კომპანია, რომელსაც განთავსება უნდა აქციების, ხვალ ჩავა და უკვე 100 სხვადასხვა ფონდიდან ექნება ინტერესი ამასთან დაკავშირებით, რომ გაესაუბრონ მას, ვინაიდან მათ უკვე ეცოდინებათ საქართველოს ეკონომიკა, მათ უკვე ეცოდინებათ Lion Finance Group-ი და შესაბამისად უკვე იმ კონკრეტულ კომპანიაზე შესწავლა მათთვის უკვე ღირებული იქნება. ასე რომ ეს ჩათვალეთ, რომ გზამკვლევი არის ყველა იმ კომპანიისთვის, ვისაც ხვალდაზე მოუნდება კაპიტალის მოზიდვა საჯარო ბაზრებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ან რისკები, რომელიც გაიარეთ ამ გზაზე, კიდევ ერთხელ როდესაც ვლაპარაკობთ მათ შორის სხვა კომპანიების ნაწილზე, რა იყო თქვენთვის ამ შემთხვევაში კვლავ თქვენ ნაწილს რომ დაუბრუნდეთ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც ჯამში ითამაშა გადამწყვეტი როლი აი ამ საერთაშორისო აღიარების ნაწილში. რამოდენიმე მომენტი იყო განსაზღვრელი ჩვენი წარმატების ამ გზაზე და ერთ-ერთი რომელსაც გამოვყოფდი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ძალიან დიდი რესურსი ჩაგვედო ციფრულ შეთავაზებებში და ასევე ბრენდის სიძლიერეში და ეს სადღაც 7 წლის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამას ვაპირებდით, ეს დიდი გადაწყვეტილება იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არც ისე მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ ფილიალში რო ადამიანი შემოდის და მას შეიძლება რაღაც შესთავაზო პროდუქტი, ამას ერთის მხრივ აკეთებთ, ამის გაციფრულება არ არის უბრალოდ პროცესების კოპირება. თლიანად უნდა გადაიაზრო თავიდან, როგორ და რანაირად ხდება
და ამის გაკეთება რამოდენიმეჯერ მოგვიწია, შეცდომებიც ბევრი დაუშვით და მე ეს გამოვასწორეთ, ვისწავლეთ და ეს მუდმივი პროცესია, ასე რომ აი ამის გაკეთება, როგორც გუნდი ერთად გუნდისთვის მთლიანად ამის კეთება არ არის მარტივი, ვინაიდან აქ სისწრაფე არის, უცებ სწავლა, რომ რა მოწონს, რა არ მოწონს ჩვენ მომხმარებლებს. ეს არის მთელი პროცესი, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო. მეორე საფეხური ასევე უნიშნულოვანესი ამ ბიზნესის მისაღწევად იყო ჩვენი გაფართოება სომხეთში. ეს იყო ერთის მხრივ საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დრომ გვაჩვენა, ეს იყო ძალიან წარმატებული ნაბიჯი. როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის მარტში ჩვენ, ანუ 2 წლის წინ შევიძინეთ ამერია ბანკი, რომელიც არის წამყვანი ბანკი სომხეთში, ნომერი 1 ბანკია, არა მარტო ციფრებით, არამედ ბრენდის სიძლიერით და ხარისხით და ეს ტრანზაქცია ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ FTSE-ში შევსულიყავით და შევსულიყავით უფრო მალე, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. მთლიანობაში, როცა ჩვენ კვლავ საუბრობთ გლობალურ ინვესტორებზე, საერთაშორისო ინვესტორებზე, დღეს თქვენი აზრით Lion Finance ჯგუფის ნაწილში რა არის ის ძირითადი მთავარი ფაქტორი ან კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც უყურებენ გლობალური ინვესტორები და რამაც ჯამში განაპირობებს სწორედ იმ საერთაშორისო აღიარებას, რომელსაც ჩვენ ხედავთ. კიდევ რითია საინტერესო? ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, ის მიმზიდველი შიგთავსი, რომელიც არის საინტერესო ინვესტორებისთვის, ეს არის ძირითადად ჩვენი ყოჩაღობა ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ჩვენი მახასიათებლები თუ როგორ უსმენთ და რამდენად კარგად გვესმის მომხმარებლის და ეს პროცესები ერთად აწყობი ეს მარტივი დასაკოპირებელი არ არის და მეორე მხრივ ეს არის მოლოდინი, რომ ხვალდაზე აქ ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ცოდნები გადავიტანოთ ახალ ბაზრებზე და შესაბამისად გაფართოების შემთხვევაში ინვესტორებმა რაღაცა ხეირი ნახონ ამაში. კი ბატონო, კვლავ მინდა დაუბრუნდე გუნდს, რომელთაც თქვენ სრულად სამართლიანად ყოველთვის ამაყობთ ამ ნაწილში. მთლიანობაში როგორ აფასებთ ამ შემთხვევაში გუნდის როლს კიდევ უფრო დეტალურად და როგორ ხდება ჯამში ადამიანების მოტივირება ისე, რომლებიც მუდმივად ფიქრობდნენ, რომ არასოდეს გაჩერდნენ? გუნდი ყველაფერი ამ კომპანიაში. მთელი ორგანიზაციის წარმატება ეს არის ადამიანების ერთობის წარმატება და არა თითოეული ადამიანის წარმატება. რაც შეეხება мотиваციას, თავარი ალბათ ის კულტურა არის, გახსნილობის კულტურა, რომელიც ჩვენ ორგანიზაციაში არის და ეს გარემო იზიდავს ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს. ჩემთვისაც მართალი გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა ამდენ ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანთან მუშაობა, იმიტომ რომ ყოველდღე ვსწავლობ მათგან და იმ ბიზნეს პარტნიორებისგან, ვისთანაც მე მაქვს შეხება. გამოვდივარ თქვენი თავარი სულისკვეთებიდან კვლავ არასოდეს გაჩერდე ამ ნაწილიდან, რომელიც ჩემსაც სხვა შორის ძალიან მამოტივირებელია ხოლმე. FTSE-ში შესვლა. ეს არის საბოლოო ჯამში მიზანი თუ რაიმე ახალის დასაწყისი, როგორც ხშირად გვჩვევიათ ხოლმე და თუ ახალის დასაწყისია, რა არის Lion Finance ჯგუფის შემდეგი მიზანი მაშინ? ახალი ბაზრები, ახალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივახციეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დაალაგდეს, როგორ წარმოგიდგენია ხვალინდელი დღე, ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველოს იყოს ეს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად გონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივახცევთ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. წარმატებას გისურვებთ, მით უმეტეს როგორც აღმოჩნდა, ბევრს ველოდებით კიდევ. იმედია, რომ არ გაგიცრუებთ თქვენ მოლოდინებს. არ გაჩერდებით. არ გაჩერდებით. მადლობა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო
ინტერვიუ გამოგვივიდა ამ ნაწილში, სოციალში ძალიან აქტიური ნახვები ქონდა ამავდროულად, ასევე ძალიან საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებლისათვის ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხის განხილვა ვცადეთ, რაც თავარია ძალიან ზუსტად, ლაკონურად და ბატონი არჩილის მხრიდან ძალიან პროფესიონალური პასუხები იყო ამ ნაწილზე, თუმცა მთავარი კითხვა მაინც არის, რა თქმა უნდა, სულისკვეთება არის, არ გაჩერდე, ხო, საქართველოს ბანკის და მთავარი კითხვა არის სწორედ კვლავ ახალ მიზნებთან დაკავშირებით და მე მინდა ერთი ვიდეო ვნახოთ, რომელიც ასევე 13 ან 14 წელს ითვლის. ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკი გადავიდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიერ ლიგაში. დღეს საქართველოს ბანკი კაპიტალიზაციით უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიერ ლიგის FTSE 250 უმსხვილეს კომპანიას შორისაა. რა იქნება შემდეგი მიღწევა? საქართველოს ბანკი. იგრძენი მომავალი. დიახ, თავარია ახლა რა არის ახალი მიზნები და არწმუნებული ვარ, რომ არ გაჩერდე, გრძელდება და ეს სულისკვეთება გრძელდება ნამდვილად. შემთხვევით არ მიხსენებია ასევე სხვადასხვა კამპანია საქართველოს ბანკის ნაწილში, მათ შორის ეს ვიდეოც მთლიანობაში ჩვენ თუ ვაკვირდებით და კიდევ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ბანკის კამპანია განსაკუთრებული ემოციების მატარებელია, ხშირად განსაკუთრებით ჩემთვის და მარტიც ამ კუთხით განსაკუთრებული აღმოჩნდა, ვინაიდან პირველ რიგში სულ რამოდენიმე დღეში არის 26 მარტი, დღე, რომელიც არ ვიცი, არა მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულებისთვის, არამედ თითქმის თითოეული ქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის განსაკუთრებული იყო, როდესაც საქართველოს მოიპოვა საგზური ევროპის ჩემპიონატის და შემდგომ ვნახეთ 20-24-ზე, Euro 2024-ზე ჩვენი ქვეყნის ნაკრების ასევე დიდი წარმატება და ამ ნაწილში საქართველოს ბანკი, რა თქმა უნდა, არის მთავარი სპონსორი, პარტნიორი, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ერთ-ერთი შთამაგონებელი ვიდეოა და სწორედ იმიტომ, რომ ახლა ორ დღეში 26 მარტი ასევე მინდა ვნახოთ ეს ემოციები, რომელიც ასევე გამოხატავს განვითარების შემდგომ სურვილს. მთელი ცხოვრება ავკამათობ და მთელი ცხოვრება ვცდილობ ყველას დავომტკიცო, რომ ფანატიზმი კაცობრიობის უდიდესი პრობლემაა, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა და რომ ზომიერება ყველაფრის წამალია. მაგრამ დროა ვაღიარო, რომ არსებობს თემა, რომელიც მე თვითონ მაკარგვინებს ჭკუას და რომლისგანაც არასოდეს მინდა რომ განვიკურნო. რომ როცა მატჩის დღე დგება, მე დიდი სიამოვნებით ვკარგავ საკუთარ თავს. და ვპოულობ მას სიხარულისგან უკონტროლოსა და გავეშებულს მილიონობით ჩემნაირს შორის, ან იმედგაცრუებისგან თავს არ დაცემულს. უსასრულო სევდის მორევში, სადაც წინასწარ ვბრაზობ საკუთარ თავზე, რომ მომდევნო შანსზეც ისევ ისეთი იმედით სავსე ვიქნები, ისევ ვერ ვისწავლი ჭკუას, ისევ მრგვალ ბურთს და რამდენიმე მილიმეტრს მიუგდებ თავს საჯიჯკნად და ისევ საფეხბურთო ლოტარიას მივანდო, იქცევა თუ არა ჩემი სული ნამსხვრევებად მორიგ ჯერზე. მე ერთი ჩვეულებრივი ფანი ვარ, მაგრამ ეს არაჩვეულებრივია. რადგან მე ვგავარ მილიონ ჩემნაირს და ვგრძნობ, რას გრძნობს მილიონი ჩემნაირი, რომლებიც ახლა ჩემსავით სულ განაბულები არიან. რადგან ხვდებიან ისეთ სიმართლეს, რომლის ახდენის კი არა, ამოთქმისაც ეშინიათ, რომლის გააზრების წამიდანაც იწყება ჯერ არ ნახული მოუსვენრობა. და მე ავიღებ ჩემ თავზე გითხრათ აზრი, რომელსაც უკვე დროა შევეთამაშოთ. რომ ახლოს არის დღე, რომელიც ჩვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს და რომლის შემდეგაც იგი აღარასდროს იქნება ძველებური. ეს შეიძლება მომხდარიყო გუშინ, ეს შეიძლება მოხდეს დღეს, ეს შეიძლება მოხდეს ხვალ. მაგრამ ჩვენ უკვე ვაკაკუნებთ კარებზე, რომელთა ჩვენთვის ფართოდ გაღებაც მხოლოდ დროის საკითხია. მთელი გულით ვულოცავ პირველ რიგში ყველა ბავშვს, რომ ისინი თავისი დაჭყეტილი თვალებით ნახავენ, როგორ შეაბიჯებს მალე საქართველოს ეროვნული ნაკრები პლანეტის უდიდეს საფეხბურთო სცენებზე.
დიახ, სიმბოლურია, რომ საქართველოს ბანკი ფუცაში მოხვედრის შემდგომ და გუშინდელიდან ოფიციალურად ემზადება ახალი გამოწვევებისთვის დარწმუნებული ვარ და ასევე სიმბოლურია, რომ გუშინ სწორედ 23 მარტს შეკრება დაიწყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა ფეხბურთში და ეს კვირა, მოგეხსენებათ, არის საერთაშორისო ამხანაგური მატჩების კვირეული და საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ასევე ემზადება ახალი გამოწვევებისთვის. ეს დარწმუნებული ვარ, რომ უპირველეს ყოფილისა არის Euro 2028. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია და ასევე კაპიტან გურამ კაშიას დიდი მადლობა გადაუხადო იმ უამრავი ემოციისთვის და თავდადებისთვის, რომელიც მან მოგვანიჭა და გამოიჩინა საქართველოს წინაშე. გუშინ კაპიტანმა გვამცნო, რომ ივნისის სანაკრებო მატჩების პერიოდში ის დაასრულებს სანაკრებო კარიერას. დიახ, სამაგიეროდ გურამ კაშია არის ასევე მოტივატორი ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის. კიდევ ერთხელ დღეს ჩვენ ამით დავასრულებთ ახალი გამოწვევები საქართველოს ბანკის და ახალი ემოციები, რომელსაც ჩვენ ველოდებით სხვადასხვა მიმართულებით სწორედ საქართველოს ბანკისგან. ვინაიდან ამ ნაწილში მართლაც გაგვანებელს. დიდი მადლობა, ბიზნეს ინსაიდერი დაბრუნდება ხვალ.